მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. სხერპლი მოჰყვა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ინფორმაციას აჭარა TV ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 3 მოქალაქე. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. დაიწყო თუ არა გამოძიება, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში 1897 წელს ადგილობრივი მუსლიმების მიერ აშენებული მეჩეთის რეაბილიტაციის ტენდერი შეწყდა. შესაბამისად, უცნობია, როდის ჩაუტარდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რელიგიურ შენობას რეაბილიტაცია. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მეჩეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 15 მაისს გამოცხადდა და სამუშაოებისთვის 700,000-ზე მეტი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა როგორც სატენდერო კომისიის ოქმში ვკითხულობთ, ტენდერის შეწყვეტის მიზეზი ძეგლის ვიზუალური გაუარესებაა. სააგენტოში მიუთითებენ, რომ პროექტის შედგენის შემდეგ შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი კედელი დაზიანდა, რომელიც პროექტში გათვალისწინებული არ იყო. ამიტომაც ტენდერის შეწყდა და იგეგმება საპროექტო დოკუმენტაციის დაზუსტება. როდის გამოაცხადებენ ტენდერს ხელახლა კულტურის სამინისტროში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. საქართველოს უსაფრთხოების ეროვნული საბჭო უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ქართული ოცნების მთავრობამ პარლამენტს საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით უკვე მიმართა. ამავე წყაროს ცნობით, საბჭო 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას სადავო ლეგიტიმაციის მთავრობა შეასრულებს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.